დედა გაქვს მოთხოვნილი. აქ კამერები არაა და ვერავინ გადაგარჩენს. დუბინკი დაგაკარგია ვაჯიშვილობა. ჯახვა. კალები დაუკავე თავზე ვარ მეიფარო. სადა კირია პოსტა ჩავაფუ. მე ვიყავდი სამოთხოვნილი მაგიდან გაფრთხილი. Right, შევეგონეს კლე. ნახე ცოცხალია ვაფშე. სუსულ რა დაფარია მომანა გამისის ხიდა. მე ვარ დათა ხარაიშვილი, 28 წლის, ვარ ლიტერატურის და საბავშვო წიგნების მთარგმნელი. ჩოთა ნარსია 29 წლის არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების მკვლევარი. იოსებ ბაბაევი 42 წლის ქალაქ გორში მდებარე ანტისაოკუპაციო რესტორანის მეპატრონი. მე ვარ ელვინ ქარიმოვი 28 წლის სტუდენტი. ნოდარ არონიშიძე 32 წლის ხელოვნების ისტორიკოსი. ირაკლი ფიფია 39 წლის პროფესიით ანთროპოლოგი. მიხეილ მეტრეველი პროფესიით სტომატოლოგი 32 წლის. გელა მეგრელიძე 52 წლის ფოტოგრაფი. მაია გოგიძე 46 წლის სამი შვილის დედა პროფესიით ანგლისტიკოსი. მარიამ გოცერიძე 22 წლის სტუდენტი. დამაკავეს აქციაზე ქვეყნის ევროპული ღირებულებების ერთგულების გამო და ორ სხვადასხვა მიკროავტობუსში 9 საათის განმავლობაში გონების დაკარგვამდე ფიზიკურად მისწორდებოდნენ. აქციაზე ჩემი შვილების ნათელი მომავლისთვის ვიდექი. დარბევისას, როდესაც წაქცეული ადამიანის დახმარებას ვცდილობდი, პოლიციამ ძალის გამოყენებით დამაკავა და იზოლატორში გადამიყვანა. აქციაზე ვაპროტესტებდით საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას. დამაკავა გდდ სპეცრაზმა ფიზიკურად მისწორდებოდნენ სადამსჯელო მიკროავტობუსში განსაკუთრებული სისასტიკით მას შემდეგ, რაც ლოცვა დაიწყო. აქციის გადაღების გამო თავს დამესხნენ სპეცრაზმელები, 20-ზე მეტმა მათგანმა მცემა და მას ისხლიანეს, წამართვეს მთელი ჩემი აპარატურა. მაშინ როცა ვეხმარებოდი ძაქცეულ ადამიანის სპეცრაზმელებმა დამიჭირეს, შემაგდეს მარშრუტკაში ფიზიკურ და შეურაცხ მეყანეს განსაკუთრებით მაშინ როცა გაიმიგეს ჩემი ეთნიკური წარმომავლობა. 3 დეკემბერს რუსთაველის პროსპექტზე ვაპროტესტებდი ქართულ ხალხზე ძალადობას. რის შედეგადაც თავად ვიყავი დაკავებული და ეგრეთ წოდებული სადამსჯელო ჯგუფი სასტიკად გაგვისწორდა და სასტიკად გვაწამა. აქციაზე ვიმყოფებოდი ქვეყნის დემოკრატიისა და ევროპული მომავლის დასაცავად, რა დროსაც სპეცრაზმის წარმომადგენლებმა დამაკავეს ფიზიკურად გამისწორდნენ, რის შედეგადაც გონება დავკარგდნენ. 28 ნოემბერს გამოვედი აქციაზე საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად, რა დროსაც დამაკავა პოლიციამ და ფიზიკურად გამისწორდა, რის შედეგადაც მივიღე მრავლობითი დაზიანება. აქციაზე ვაპროტესტებდი მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივ დაკავებას და ცემას. მეთუნაც დამაკავეს, ფიზიკურად გამისწორდნენ მარშრუტკაში და შემდეგ გამძარცვეს. რუსული რეჟიმის გაპროტესტების გამო გდდ სპეცრაზმი საახლოებით 1 საათის განმავლობაში ფიზიკურად მისწორდებოდა სადამსჯელო მარშრუტკაში. მიუხედავად მუქარისა, მიუხედავად დაშინების, მცდელობისა, მე მაინც აქ ვარ და ვაგრძელებ თქვენთან ერთად ბრძოლას. ერთად გავიმარჯვებთ.